სალამი ჩემოკარგებო. თქვენი მყოფებით არხზე გემრიელი ცხოვრება, სადაც მე ხან ვამზადებ, ხან ვქაქანებ. თუ ეს მათთვის, ვინც არ მიცნობს და ფიქრობს, ვინ არის ეს ფაშფაშა ქალი, თანაც მოღებული მაიქით და შესაღებით მებით. იცოდეთ, რომ მე ვარ ჩვეულებრივი ქალბატონი, რომელსაც უყვარს მზადება, აქვს YouTube-ზე არხი, ნახევრად კულინარიული, ნახევრად სასაუბრო, ყავს თავისი აუდიტორია, რომელთანაც არის აბსოლუტურად გულწრფელი და ძალიან აბედნიერებს ეს საქმე. თუ გნებავთ შემოგვიერთდით, თუ არა და გზა დამილოცნია. თქვენ კი ჩემებო, ძველებო, ერთგულებო და უკვე მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ძალიან ცხელი დღე გვაქვს ჩემოკარგებო, მომწერეთ თქვენთან რა ხდება, აი ქარია და იცით როგორი ცხელია, რომ აი არ ვიცი, რა მარტენის ღუმელი იმ გაახურეს ესეთი. აივანზე გავედი და სასწრაფოდ შემოვედი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საღამოა, საწამზე ჩავა, მაინც ცხელა. თუმცა ღამე სასიამოვნო გვაქვს და ასეც უნდა იყოს ახლა ივნისის ბოლოს, მე მგონი უნდა ცხელად ეს ბატონა იქ მოსავალია, იქ ხილია, იქ რაღაცა, მე ავდექი. საკმაოდ ადრე ჩემთვის და გავაკეთე ძალიან ბევრი საქმე. ვარდის ფურცლები მქონდა ჩემი ეზოსი, სამურაბე ვარდის ფურცლები და იმას მივხედა სიროფს ვხარშავ და ცალკე ვიდეოს გიჩვენებთ როგორ ვაკეთებ. ასევე დავამჟავე ნიორის წნილი გავაკეთე. ხო და იმასაც გაჩვენებთ. მჟავნა მქონდა ის გავრეცხე და მოვხრაკავდა, აი როგორც პადლივკა, სხვათა შორის ქართული შესატყვისი აქვს, თუ არ ვცდები ჭრიანდელი. მე მგონი ჭრიანდელი უნდა იყოს პადლივკა, მომწერეთ აბა. ის გავრეცხე, რა ვქენი კიდევ? ხო, ძმარი მოვაწესრიგე, ვაშლის ძმარი და მინდა რომ თქვენს გაჩვენოთ აუცილებლად. ეს არის რეკლამა, თვითრეკლამა, ჩემოკარგებო, ნახეთ როგორი კამკამა ვაშლის ძმარია, ნალექის ერთი ნამცეცი არ აქვს და მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, მაყურებლები რას აკეთებს ეს ჩემი ძაღლი? კიტრის კუდი აქვს და იმას ეთამაშება. მოჭრილი. კიტრის რო ბოლოში ვაჭრით ხოლმე მწარე რო არ იყოს, იმას ვაძლევ ხოლმე და დააგორავებს და თუ უნდა ჭამს. მეკითხებიან და თხოვენ მივყიდო ვაშლის ძმარი. არ გამიკეთებია არასდროს იმდენი რომ ეს გამეყიდა. შარშან ვფიქრობდი, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ახალი გადმოსულები ვიყავით ამ ბინაში და არ მქონდა შესაბამისი შუშის ჭურჭელი, არ მქონდა ეს მოწყობილობები არ მქონდა, მოკლედ, იმიტომ რომ ამას ბევრი რამე უნდა, რომ გახეხე, წვენი გამოწურე, დაჩეჩქვე, ესქენი, თუმცა მე არ ჩეჩქვა, უბრალოდ წვენსაწურში ვატარებ და რბილობი ცალკე გადის, წვენი ცალკე გადის და მხოლოდ აი წვენს აბსოლუტურად არანაირ დანამატს არ ვუკეთებ, არც ძმრის დედოს არ ვაგდებ, არც შაქარს, არც საფუარს, მაგრამ დიდი დრო ჭირდება და თავისით ჯერ აშუშხუნდება და ძალიან გემრიელი მისართმევია ვაშლის წვენის მაჭარი. მერე დაღვინდება სავით, ისე რომ აი დროდალი ერთი ჭიქა თავში წავა, გრადუსი აქვს და მერე ძმარდება და აი დაძმარების შემდეგ კიდე დრო ჭირდება, რომ კარგად აი ამ დონეზე რომ დაილექოს. ამაში არ არის არც ერთი წვეთი წყალი. მე ვიცი რომ შემდეგნაირადაც კეთდება. დაჭრიან ან დაჩეჩქვავენ ვაშლს, ჭურჭელში ჩაყრიან, გაავსებენ წყლით და დაამატებენ ბლომად თაფლს. ამას არ აქვს არც ერთი წვეთი წყალი, თაფლი კარგი იქნებოდა, მაგრამ ბევრს თაფლიანი არ უნდა. აი მე მაგალითად როცა გასახდომად მივირთმევ, კუჭის პრობლემა არ მაქვს და შემიძლია თაფლის გარეშე მივიღო. აუცილებლად უნდა მივიღო, იმიტომაც გადავწურე, არ გამომივიდა ბევრი, აი ეს გამომი, იმიტომ რომ მანამდე დედასაც მივეცი, ჩემ მეგობარს გავატანე ევროპაში უნდოდა და არ გამომივიდა ბევრი, მაგრამ ეს დაახლოებით ესე 2 ლიტრამდე მე მეყოფა აი რაციონალურ კვებასთან ერთად, რომ 200 გრამიან ჭიქაში თითო სუფრის კოვზი გავხსნა და სადილის წინ მივიღო ხოლმე, რაღაცნაირად კარგია ორგანიზმის გასაწმენდად, სახის კანისთვის,
ღვიძლი ნაღვლელისთვის, იმუნიტეტისთვის, თმისთვის არის ძალიან კარგი აი მისი შეზელვა და მე ჩამობანა. მე მაგალითად ჩემი პირადი გამოცდილებით ვიცი რომ არაჩვეულებრივია მოწამვლაზე. აი არაჩვეულებრივი ენტეროვირუსზე და მოწამვლაზე მაშინ როცა არის ფაღარათი და პირღებინება დედამას მევდა ხოლმე ბავშვობაში ეს ქვიშხეთში ქონდა რაღაცა ერთი პერიოდი გადაგვივლიდა ხოლმე რაღაცა ვირუსი მთელ ეზოს ბავშვებს და მიდიოდა მე რა ჭამეს, რა დალიეს, რა აქნეს და არაფერი არ გუჭამია და არაფერი არ დაგვილევია, უბრალოდ ყველას ერთად ჰქონდა ენტეროვირუსი. მაშინ მასმევდა ხოლმე წყალში გახსნის დედა. ასევე კარგია ყელის ტკივილზე, გაციებაზე და მე ჩემი გამოცდილებით თუმცა იცით აი ესე არა მედიკისგან და არა ნატუროფატისგან ასეთი რჩევების მიღება გაცემა ცოტა მიჭირს, მიღებაც მიჭირს. მე მაქვს გამოცდილი ჩუტყვავილას დროს. მე მაქვს 37 წლის ასაკში ძალიან მძიმედ გადატანილი ჩუტყვავილა და აი მაშინ წავიკითხე რუსულენოვან ფორუმზე რომ ცოტა წყალში უნდა გახსნა ერთი-ერთზე დაახლოებით და ბამბით უნდა გადაისვა. ოღონდ თაფლი არ უნდა ქონდეს, იმიტომ რომ თაფლი ძალიან ალერგიულია და მე მქონდა ცოტა თაფლის გარეშე, გავხსენი წყალში, გადავისვი და იმდენად დამიამა, რომ აი ის დაახლოებით 5-10 წუთში ვიგრძენი შედეგი. აი როგორ გითხრათ, არ ველოდი ნამდვილად ასეთ შედეგს. აი წამეთ რაღაცა წუთებში იმოქმედა და რადგან თაფლის გარეშე იყო და რადგან ჩემ თავზე გამოვცა და ჩემ შემდეგ ჩემ შულს გადაედო. აი მე რო გამდიოდა უკვე და უკვე კარგად რო ვიყავი ტასიკოს გადაედო, იმას გამოუმშავ და მე სხვათაშორის დედა ჩემსაც გადაედო და მიუხედავად იმისა რომ დედას მოხდილი ქონდა მაინც გადაედო. ეთყობა ასაკში მაინც გამონელებულია ის რაღაცა აცრა რომელიც ქონდა გაკეთებული და ის იმუნიტეტი რომელიც გამოიმუშავა სადღაც ბავშვობაში. პეტერა წერტილი ქონდა დედას ბავშვობიდან ჩუტყვავილამ დამიტოვაო და დარწმუნებული იყო რომ მახსოვს რომ ქონდაო აგერ წერტილიც მაქო და მაინც დაემართა. ერთი წუთით ტელეფონის ზარს უპასუხებ თქვენი ნებართვით. შევწყვიტე ხალხო, იმიტომ რომ ჩემო მეგობარმა დამირეკა და ამჯერად დამირეკა უკვე თავისი სახლიდან, აგერ მეზობელი კორპუსიდან. ეს რა ქვია, ჩამოფრინდა გერმანიიდან, სპეციალურად არ ვრეკავდი, არ გავაღვიძო მეთქი, ხა გამოუძინებელი იქნებოდა ნამგზავრი და თვითონ ველოდებოდი, როდესაც დამირეკავდა თვითონ და ძალიან გამახარა. მოკლედ მე და ჩემი ეს მეგობარი, ჩემი მეგობრის მეუღლეა, მოკლედ და ძალიან შეხმატკბილებული ვართ იმ მხრივ რომ გვიყვარს აქეთ-იქით სიარული, მაშინ როცა ჩემ მეუღლეს არასდროს არ ძალიან და სამსახურშია, ჩვენს სადღაც დავბოდიალობთ მანქანით, რაღაცა მიზეზებს ვეძებთხოვე და ახლა თქვენთან ერთად კიდევ ბევრ საინტერესო ადგილს მოვინახულებთ, რახან დაგვიბრუნდა ჩვენი ბიჭი. და ვლაპარაკობდი მე იმაზე, რა ქვია, ვაშლის ძმარზე. მოკლედ, ამ შემოდგომას აუცილებლად გავაკეთებ ერთი წვეთი წყლის გარეშე და თაფლის გარეშე, რომ ყველამ გამოიყენოს, ზოგს თაფლიანი უნდა, ზოგს თაფლიანი არ უნდა და აუცილებლად გავყიდი და ამის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ახლობლებსაც უნდათ ან თქვენს შეიძლება გჭირდებათ ეს ვაშლის ძმარი და თუ მენდობით რომ სუფთაა და კარგია და ნატურალურია, ჩემთან შემოგივლოთ, ჩემთვისაც კარგია და თქვენთვისაც კარგია. ასე რომ აი ესეთი გადაწყვეტილება მაქვს და აუცილებლად შევასრულებ ვაშლის ძმრით მინდა რომ რაღაცა 1-2 კაპიკი ვიშოვო მოკლედ. და ამ ყველაფერს დავიწყებ შემოდგომაზე. მქონდა ასეთი კითხვა ჩემოკარგებო შემოსული რომ ბუბუო სხვაფერი იყო, გაღიავდაო, გამუქდაო, არა ჩემოკარგებო, ბუბუ მაიმუნობს, ბუბუ რა ფერიც მოვიყვანე, იმ ფერი დარჩა, არც გამუქდა, არც გაღიავდა, ერთი თათი, ერთი წინა და ერთი უკანა თათი. თეთრი აქვს, აი აქ აქვს თეთრი და აი აქ გულზე აქვს თეთრი, მოკლედ და როგორც ქონდა, აი აქ აქვს კიდე ერთი თეთრი ჟოლი, პატარა რო იყო უფრო მეტად ეტყობოდა, ეს ყველაფერი ისევ დარჩა როგორც ქონდა. ბუკა არ არის სუფთა პუდელი, არის კოკერის და პუდელის ნაჯვარი, კოკაპუ და ეს არ იცვლის ფერს, თუმცა
მე ვიცი რომ აი ეს ნამდვილი სუფთა პუდელები მე მგონი ყავისფერები ღიავდებიან თუ ღიები პირიქით მუქდებიან ბუბუს ესეთი არაფერი ქონია ჩემ ბუკას ქონდა მაშინ ის რომელიც 90-იან წლებში მყავდა 2004 წლამდე 12 წელი რო იყო ჩვენ ოჯახში ბუკა იყო აბსოლუტურად შავი აი კუნაპეტივით შავი იყო რომ მოვიყვანეთ და გახდა რუხი ვერცხლისფერი და ესეც გითხრეს რომ ვერცხლისფერი გახდებაო შავიაო ბუბუს ფერი არ შეუცვლია ასევე ჩემო კარგებო იმდენი კომენტარი შემოდის კითხვაზე, წიგნებზე, ნაწარმოებებზე, ყველა თავის გამოცდილებას მიზიარებს. ერთი დამამახსოვრდა ძალიან კარგად, ჩემმა შვილმა პირველად რომ წაიკითხა ლინდგრენის პეპიო, რომ დაამთავრა წიგნიო, იტირაო და იტირა იმიტომ რომ მომენატრებიან პეპი და მისი მეგობრებიო. ანუ მთლიანად იყო ბავშვი გადასული ეტყობა იმ სამყაროში და კიდან წამოსვლა არ უნდოდა და რაღაცა თანატოლები მეგობრებად აღიქვა ნაწარმოებში და მე ძალიან კარგად მესმის მენატრება ხოლმე მეც მენატრება წიგნი მენატრება პერსონაჟი და მენატრება სერიალის გმირებიც მენატრებიან ხოლმე ძალიან ხშირად ან ფილმის გმირები არ არის აუცილებელი სერიალი უბრალოდ სერიალი დიდია და დიდხანს რო უყურებ რაღაცა გეგონება რომ იმათან ცხოვრობ ძალიან კარგად მესმის და რადგან ესეთი ინტერესია და მე ჩემი მოსაზრება ვთქვი თქვენი დააფიქსირეთ მაგრამ მაინც ყველა მიზიარებთ და ჩემიც გაინტერესებთ კონკრეტული ნაწარმოებების ცალკე ვიდეოს ჩავწერ სხვადასხვა ასაკში აი ჩემი აზრით აი 10-ეული 20-ეული რა არის აუცილებელი რომ წაიკითხოს ადამიანმა ამა თუ იმ ასაკში თუმცა მე არა ვარ ხო უნივერსალური პერსონა არა ვარ ისეთი აი იმდენი არა მაქვს წაკითხული თანამედროვე ავტორებს მაგალითად სუდად საკმაოდ სუდად ვიცნობ ახლა რომ მითარგმნება კლასიკოსებსაც სხვათა შორის არა ვარ მე არ ვიჩემებ რომ მე და წიგნი ჩემზე უკეთესი სპეცი არა მე რიგითი მკითხველი ვარ და აი ამ პოზიციიდან მინდა რომ გირჩიოთ იმიტომ რომ თქვენგან მოდის ეს ინტერესი ასე მაგალითად ვუყურებდი პოდკასტს და ამ პოდკასტის სტუმარი იყო ია ფარულავა ზოგს მოგწონს ზოგს არ მოგწონს მაგაზე არ არის ლაპარაკი ვუსმენდი და ია ფარულავამ ახსენა წიგნი რომლის შესახებაც მე გაგებული მქონდა და თქვა რომ ეს არის წიგნი რომელიც ქალსაც და კაცსაც ყველას უნდა კონდეს წაკითხულიო და მანამდე ერთი პატარა აბზაცი გამომიგზავნა ჩემმა ტასიკომ და იმ აბზაცს ქვემოთ ეწერა ავტორი და ეწერა ნაწარმოების სახელი დედა ნახე როგორ გგავსო ეს აბზაცი შენო ტიპაშსო და უბრალოდ გაგებული მქონდა ამ აბზაცში მქონდა წაკითხული ესესა და ია ფარულავამ რო თქვა გამახსენდა დავგუგლე და ონლაინ შეიძლება რუსულ ენაზე იამ აღნიშნა სხვათა შორის რომ ვერადავერ გადათარგმნეს ქართულადო ინგლისურ ენაზეა ნაწარმოები დაწერილი და რუსულად ონლაინ შემიძლია რომ წავიკითხო ვიპოვე და ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხავ წიგნს ქვია ქალი რომელიც მგლებს გაურბოდაო თუ მგლებთან ერთად გარბოდაო თუ აი რაღაც ესეთი Женщина бегающая с волками, თუ აღარ ვაცემინებ და მე მგონი ვამტკიცებ ბოდიში. ბოდიშს მოგიხდით? ჯანმრთელობა თუ მისურვებთ მიღებულია. ხო და ასე რომ აი ამ ვიდეოებს ჩავწერ ალბათ ერთი არა რამდენიმე დამჭირდება და აი მასაც წავიკითხავ და იმაზეც გეტყვით ჩემ აზრს. ჩემო კარგებო, რა მინდოდა კიდევ რომ მეთქვა? ხო, უნდა გაჩვენოთ ახლა როზმარინი როგორ დავაყენე. თქვენი აზრიც მაინტერესებს. აი სუთმებს ვუვლი მარჯვნიდან თუ მარცხნიდან თუ ექიმთან თუ იმასთან თუ ამასთან და როზმარინი არც ერთხელ არ გამომიყენებია და გაჩვენებთ როგორ დავაყენე ეს როზმარინი. ხო და ახლა დაგემშვიდობებით. და ავტვირთავ ვიდეოს და ასევე დავამონტაჟებ ნიმრის წნილს, ვარდის ფურცელს
ვარდისფურცლის სიროფს და იქნება დღეს ცოტა წავივარჯიშო. დღეს ასევე მესიჯი მომივიდა, რომ ჩემი რბილი სათამაშოები მოვა. მომწერეთ, რომ ჩემი მეზობელი ყიდის რბილ სათამაშოებს თუ გნებავთ დამიკავშირდითო. მომწერეთ თუ შეიძლება როგორ უნდა ვთქვა, ლინკია თუ მისამართია თუ TikTok-ზე ყიდის თუ Instagram-ზე მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დავუკავშირდე მომწერეთ. ვერ გეტყვით ახლა რომ მე ვეძებ და დიდი გაჭირება მაქვს ამისი, მაგრამ დიდი სიამოვნებით იმასაც ვნახავდი. თქვენ იცით მე როგორი ისა ვარ, რა ქვია, შოპაგოლიკი. ხო და წავედი ახლა. დაგემშვიდობებით. კარგად. მშვიდობიანი საღამო, მშვიდობიანი ღამე. გამოიწერეთ არხი. დამწერეთ ლაიქები, მომწერეთ კომენტარები, რომ ვაჩვენოთ YouTube-ს, რომ ჩვენ რაღაცა მოძრაობა გვაქვს YouTube-ზე და თქვენმა მონამდე მორჩილმა მაკამ YouTube-ი გაასამსახუროს. შეხვედრამდე, აბა, კარგად. აი, ასე ჩემო კარგებო. ავიღე თავსახურიანი ჭიქა და მოვამზადე ერთი პაკეტი როზმარინის ფოთოლი. აი, აქ ფიჩხები არ არის, მარტო ფოთლებია. ანუ თვითონ ღერი არ არის, აი ღერზე რო წიწვებია, ის არის მხოლოდ. ავიღებ ახლა ამას და ნახევარს ჩავყრი. აუცილებლად მომწერეთ ხალხო, ვისაც გაქვთ როზმარინის მოხმარების გამოცდილება. მე ვარ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ჩემ შეთხელებულ თმას აწესრიგებს შინაგანი წამლებით, ანალიზებით, გარეგანით, მოკლედ 1000 რაღაცით და ერთხელაც არ გამომიყენებია როზმარინი, რომელზეც დაუსრულებლად საუბრობენ. აი ესე. დაახლოებით 1 სუფრის კოვზი ჩავყარა და დავასხი დაახლოებით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. ზოგი ადუღებს, ზოგი აი ორთქლის აბაზანაზე აჩერებს, მე აი ესე უბრალოდ დავასხი მდუღარე, გადავდებ და დაბანის შემდეგ გადავივლებ. აი ასე. და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება როზმარინის ზეთთან და როზმარინის ნაყენთან დაკავშირებით თუ გაქვთ ვინმეს იქნებ რამე უკეთესი მირჩიოთ.